მოგესალმებით, მეგობრებო. ეს მინდა კიდევ ერთ აქტუალურ კითხვას უპასუხო, რომელსაც ყველაზე ხშირად სვამენ ჩვენი გვერდის ქრისტიანი გამომწერები. იესო რამდენჯერ არის ყურანში მოხსენებული და მუჰამმედი რამდენჯერ? როგორც ჩანს, კითხვის ავტორებს ვიღაცა უთხრა, ან ინტერნეტში მოისმინეს, რომ წმინდა ყურანში იესოს სახელი 25-ჯერ არის მოხსენებული. ხოლო შუამავალი მუჰამმედი 20 ჯერ. დიახ, ვიღაცამ უთხრა, ან ინტერნეტში მოკრეს ყური. რადგანაც ყურანი რომ წაეკითხათ, ამ კითხვას ასე ხშირად და ასეთი დაჟინებით არ დასვათ. მერე რა რომ ყურანში იესოს სახელი 25 ჯერ არის მოხსენებული, ხოლო შუამავალი მუჰამმედი 20 ჯერ. შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი ფიქრობდეს, რომ ეს რამენაერად ერთს უპირატეს პოზიციაში აკენებდეს და მეორეს აკნინებდეს. ჯერ მინდა გითხრათ, რომ მუსლიმები არ ვანცხოვებთ ღვთის შუამავლებს და ერთმანეთს არ ვაჯერებთ. ყველა ღვთის რჩეული იყო, ყველა ღვთის სიტყვას ქადაგებდა, ყველას ვაღიარებთ და ყველა გვიყვარს. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ თქვენ არ გწამთ ყურანის ღვთიურობა და რა მნიშვნელობა აქვს მასში იესო რამდენჯერ იქნება მოხსენებული და მუჰამმედი რამდენჯერ. მეორე, დიახ, ყურანში იესოს სახელი 25 ჯერ არის მოხსენებული, როგორც ღვთის რჩეული ადამიანი, რომელიც ღვთის სასწაულით უმამოდ გაჩნდა და ღვთის შუამავლურ მისიას ასრულებდა. ის ყურანში არც ერთჯერ არ არის მოხსენებული როგორც ღვთის ძე ან ღმერთი. პირიქით, ყურანი ამას მკაცრად გლობს და კრეხელობად მიიჩნევს. თუ ფიქრობთ, რომ ყურანში ბევრჯერ მოხსენება მის უპირატესობაზე მეტყველებს, მაშინ შეგახსენებთ, რომ ყურანში ადამიანს 25 ჯერ არის მოხსენებული, ხოლო ზოგიერთი შუამავლები გაცილებით უფრო მეტჯერ. მაგალითად, იოსები 27 ჯერ, ლოტიც 27 ჯერ, ნოე 43 ჯერ, აბრაამი 69 ჯერ და მოსე 126 ჯერ. მეოთხე, თქვენ ამბობთ, რომ მუჰამმედი იყო მატყუარი და ყურანი ღვთისგან გამოცხადებით კი არ მიიღო, არამედ თვითონ დაწერა. კი, მაგრამ თუ თვითონ იყო ყურანის ავტორი და თანაც მატყუარა, რატომ არ შეეცადა მთელი ყურადღება საკუთარ თავზე გადაეტანა და რატომ ახსენებს საკუთარ თავზე მეტჯერ სხვებს, რომლებიც უცხო ადამიანები იყვნენ მისთვის? მეხუთე, თქვენ შეიძლება გიჩით იმის ახსნა, თუ რატომ უნდა იყოს ყურანში იესოს სახელი უფრო მეტჯერ მოხსენებული, ვიდრე მუჰამმედის. მოდით მე დაგეხმარებით ამის ახსნაში. როგორც ჩანს, თქვენ ყურანს აღიქვამთ ისე, როგორც სახარებას. სახარება ხომ ძირითადად იესოს ცხოვრებაა, რომელსაც სხვადასხვა ავტორები მოგვითხრობენ. ყურანი არ არის ამ ტიპის წიგნი. ყურანი არ მოგვითხრობს მუჰამმედის ცხოვრების შესახებ. ყურანი უშუალოდ ღვთის სიტყვაა, რომელიც გვეუბნება, რომ ისლამი არის აბრაამისეული მონოთეისტური ტრადიციის გაგრძელება. ამიტომ ყურანის დიდი ნაწილი მოგვითხრობს იმ რელიგიური საერთო წარსულისა და გამოცდილების შესახებ, რაც მუჰამმედის მოსვლამდე იყო. ამიტომაც ბუნებრივია მასში მუჰამმედის მოსვლამდე მოღვაწე შუამავალთა სახელების სიმრავლე. ყურანში არც ერთი სიტყვა არ ეკუთვნის შუამავალ მუჰამმედს. ალლაჰის ლოცვა და სალამი მას. მისი სიტყვები და მისი ცხოვრების შესახებ დეტალები არის აღწერილი ჰადისებში, რომლებიც ჰადისთა კრებულებში არის დაცული და ყველა ჰადისი მისი სახელით იწყება.